სამოქალაქო საზოგადოება არის პირველი, ვისგანაც ევროპარლამენტარები ქვეყანაში განვითარებული პროცესების შეფასებას ისმენენ. ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების დელეგაცია ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებთან მართავენ შეხვედრას. მოგვიანებით მათ ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მედიის წარმომადგენლები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეხვდებიან. განხილვის თემები არის რეპრესიები, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის უნდობლობის ფონზე ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თავდასხმები დასავლეთზე. ევროპულ სოციალისტებს არ შეხვდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ოცნება მეშ ჯგუფი, რომელიც მისი ერთადერთი პარტნიორი იყო ევროპარლამენტში, ჯერ კიდევ წლინახევრის წინ დატოვა სოციალ-დემოკრატების მხრიდან მისი პოლიტიკის მწვავე კრიტიკის შემდეგ. ნინი ბალანჩივაძე ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს, რა განცხადებები გაკეთდა, ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიის დელეგაციის წევრებთან ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა. ისინი ხვდებიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელსაც აწყდებიან ყოველდღიურად ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში. მანამდე კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცკიტიშვილი იმყოფებოდა შეხვედრაზე. რა იყო მთავარი საკითხი, რაზე დაინტერესდნენ ჩვენი პარტნიორები? ის ამბობს, რომ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ევროპარლამენტარები არიან ახლა საქართველოში. ახლა არის სწორედ შესაფერისი პროცესი, ვინაიდან პოლიტიკური ვითარება არის საერთოდ ჩიხში შესული და სწორედ ჩვენი პარტნიორები ეძებენ ამ სიტუაციიდან გამოსავალს. რადგან იყო დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი, ის გვეუბნება არის მთავარი და მნიშვნელოვანი უვიზო მიმოსვლის საკითხი და ჩვენ ვიცით ამ ხრივ რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ევროპარლამენტმა, როდესაც დიდი უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს უვიზო მიმოსვლის მექანიზმის გამარტივებას და ამ ქვეყნებს შორის ცხადია არის საქართველოც და ჩვენი პარტნიორების პოზიცია დღევანდელი შეხვედრიდან რაც გავიგეთ არის ის, რომ მნიშვნელოვანი არის ტარგეტირებული სანქციები, ანუ სანქციები მაღალ ჩინოსნების მისამართით, რომლებიც არ ღვევენ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგებიან დემოკრატიულ პრინციპებს. რაც შეეხება შეხვდებიან თუ არა ისინი ქართულ ოცნებას, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები გვიდასტურებენ იმას, რომ სავარაუდოა და დიდი ალბათობით მათ არ ექნებათ შეხვედრა ოცნების წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას მე მაყურებელს შევახსენებ, ევროპარლამენტში ყავდა ერთი მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც გარიცხვა შეიძლება ითქვას 2 წლის წინ დაასწრო ოცნების ხელისუფლებამ და მათ დატოვეს სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფი და მაშინაც კეთდებოდა მათი მხრიდან განცხადებები დემოკრატიულ უკუსტვასთან დაკავშირებით. მიზანი იყო, ესე ვთქვათ, არსებულ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასვლა, შესაძლებელია გარკვეული სხვადასხვა მოდელები იყოს, თუნდაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების არა მთლიანად მოსახლეობის, არამედ უკვე სელექციურად გახდეს შესაძლებელი და კონკრეტული ახალი კრიტერიუმები შემოდის, რის გამოც შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს. შესაძლებელია, რომ ჩვენ ვიხილოთ უკვე ძალიან საინტერესო გამოსავალი ევროკომისიის მხრიდან უკვე ოქტომბერში, როდესაც შესაძლოა არა მთლიანი საზოგადოება, არამედ ცალკეულ ადამიანებს კონკრეტულად სახელობით და გვარებით შეიძლება დაეკისროთ, ესე ვთქვათ, ერთგვარი სავიზო სანქციები და ეს არ იქნება მხოლოდ რომელიმე ქვეყნის, არამედ შესაძლოა მთლიანი შენგენის ქვეყნებისთვის იყოს. მე მგონია, რომ უბრალოდ ოცნებასთან რამე დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარს უკვე დიდი ხანი აზრი დაკარგული აქვს და ერთადერთი რაც არის დემოკრატიის ნარჩენები რაც არის, ანუ სამოქალაქო პროტესტი, სამოქალაქო საზოგადოება, მათი მხარდაჭერა და მათი მეშვეობით საქართველოს დემოკრატიული, ესე ვთქვათ, რელსებზე კალაპოტში დაბრუნების ხელშეწყობა არის ალბათ ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანა. სოციალ-დემოკრატების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემპი, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელი პირი, ნაჩო სანჩეს ამორი, საგარეო საქმეთა კოორდინატორი და ტობიას კრემერი, სოციალისტებისა და დემოკრატების ჩრდილოვანი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში. სწორედ მათთან დახურულ კარს მიღმა ამ წუთებში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ჩვენ ვიცით, რომ მათ ქართულმა ოცნებამ რეპრესიების არაერთი ტალღა აწარმოა, მათ შორის გულისხმობ რეპრესიულ კანონმდებლობებს. შესაბამისად ისინი შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ გვიდასტურებენ, რომ საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით და იმ მიდგომებთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებს ქართული ოცნება თავისუფალი მოქალაქეების მისამართით, იმ მოქალაქეებისა, რომელთა სურვილი არის უვიზო მიმოსვლა, ევროინტეგრაცია და ევროსტრუქტურებში გაწევრიანება. შესაბამისად ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ ცხადია გვეცოდინება მათი მხრიდან რა იყო პარტნიორების მთავარი სათქმელი, თუმცა ერთადერთი რასაც ადასტურებს სამოქალაქო საზოგადოება არის ის, რომ მათ მხარს უჭერს და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორები.
მათ სავარაუდოდ აინტერესებთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ის რეპრესიების სტადია, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ სამოქალაქო საზოგადოების მედიის ვითარება და მივაწვით ინფორმაციას რა პირობებში, რა ვითარებაში გვიწევს მუშაობა, როგორ ამოქმედეს ის რეპრესიული კანონები, რომელიც ემსახურება მედიის და თავისუფალი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. მნიშვნელოვანია რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ ევროპელ მეგობრებს მის შესახებ თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომ მათ ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეთ მიმდინარე რეპრესიებზე, მათ შორის აქეთ ამ ხარესაც რაც ხდება ზუსტად რატომ ხდება ეს რეპრესიები, რომ ეს რეპრესიები კიდევ უფრო გაგრძელდება და ამისთვის უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა რაღაც რეაგირება იყოს ევროკავშირის მხრიდან ამის თაობაზე. კიდე და უფრო მძიმდება, ასე ვთქვათ, სიტუაცია და ჩვენ და გვესმოდეს, რომ სავარაუდოდ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, მაგრამ ამისთვის ადეკვატური და ლოგიკური ნაბიჯები უნდა ქონდეს გათვლილი აქეთ ამ ხარეს. ჩვენი მხრიდან მთავარი რაც არის, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომ უიზოს შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ცხადია მიზნობრივად ამის გაკეთება, ვიდრე მთელი ქვეყნის ვთქვათ მოყოლა აი ამ რაღაცა მექანიზმში და პრინციპში ამაზე როგორც ვიცით უკვე მუშაობენ და დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ასეც იქნება. საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს პრეს-რელიზი, სადაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გამოწვევებთან დაკავშირებით, რომ მედიის უფლებები, არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებები და ზოგადად ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და მთავარი და მნიშვნელოვანი სათქმელი ჩვენი პარტნიორებისგან არის ის, რომ ქართველი ხალხი არ არის რეჟიმი, შესაბამისად ისინი აქ არიან საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად ჩამოსულები, როგორც უკვე გითხარით, შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარე დღის ბოლომდე გაგრძელდება ეს შეხვედრები და ხვალ უკვე პარტნიორები შეხვდებიან როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.